მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება დავაყენოთ ისეთივე ფონი, როგორიც მე მაქვს, ანუ მე განვაახლე ფონი კონკრეტულად ისწავლემეტისთვის და წარმოგიდგენთ მეორე ვერსიას ჩემი ფონის, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა რომ გადაიღეო და მოკლედ დავიწყოთ. კარგი, გადავიდეთ მთავარი ეკრანის პარამეტრებში და საწყისი ეკრანის ბადი ავწიოთ მაქსიმუმზე, ანუ 5:6-ზე. შეიძლება თქვენთან არ იყოს ეს მაქსიმუმი, ასე რომ 5:5-ზე დააყენეთ თუ მაქსიმუმია 5:5 თქვენთან. აქაც 5:5 ავირჩიოთ და შემდეგი არის საკაღალდე ბადე ავწიოთ 4:4-ზე. აი ესე. ამის შემდეგ ვაკეთებთ რას? უნდა დავაყენოთ ფონი, რომელსაც მოვაყოლებ ამ ვიდეოს კომენტარებში, ნახავთ აპინულ ლინკს და გადმოიწიათ აი ამ ფონს, რადგან ზუსტად ისეთი ფონი მიიღოთ, როგორც მე მაქვს. დავაყენოთ ეს მთავარ ეკრანზე. აი ესე საწყის ეკრანზე ავირჩიოთ და დავაყენოთ. დავაყენეთ უკვე, ეხლა გვჭირდება უკვე ამ იკონების, ანუ ამ ნიშნების, რომელიც არის სტანდარტულად Samsung-ის, გადაყვანა სხვა ნიშანზე, ანუ გადავიდეთ თემებში, შემდეგ გავირჩიოთ ნიშნები და აი მძებნაში უნდა იყოს შენახული წესით, რაც ქვია ამ იკონებს. აქ არის MPC Summer Sunset icons. და უნდა გადმოვიწეროთ აი პირველივე, როგორც მე მაქვს დაყენებული. შემდეგ დავაჭიროთ გამოყენებას, ანუ თქვენ გადმოიწერთ, ამ შემთხვევაში მე გადმოწერილი მაქვს და რომ გადმოვიწერე უკვე გამოყენებას დავაჭირეთ, დავაყენე როგორც ხედავთ. დაყენებულია, ეხლა ვიწყებთ საათის დაყენებას, ზემოთ ვაჭერთ რამოდენიმე წამი, შემდეგ ვიჭერთ ვიჯეტებს და ვირჩევთ საათს. აი აქ არის, ავირჩიოთ ანალოგიური საათი ეწოდება მას და ავირჩიოთ კუთხეში. შემდეგ შეგვიძლია ეს გავადიდოთ, ასევე შევცვალოთ ფერები, მაგრამ მე შემიძლია არ დავაყენო აქ შავი და გადავიყვანო ჩემი ტელეფონის თემა dark mode-ზე. ნუ აქ თემას ავირჩევ, ესეთი დიზაინის საათი მაქვს მე დაყენებული და მოდი ახლა გადავიყვან dark mode-ზე, უბრალოდ ფერს აღარ შევუსვი, შემიძლია დავაყენო იყოს ესე და ფერი შევუცვალო და გავაშაო, ან უბრალოდ dark mode-ზე გადავიყვან სიბნელის რეჟიმზე და ის ავტომატურად გაშავდება. კარგი, შემდეგი არის კალენდარი, გადავიდეთ ისე ვიჯეტებში, ჩამოვიდეთ ქვემოთ, მოვზემნოთ კალენდარი და ავირჩიოთ აი ეს კალენდარი. გადავიტანოთ, დავაყენოთ ესე, ოდნავ დავაპატარაოთ, აი ეს დავაპატარაოთ, აი ესე და შემიძლია უკვე გადავიდე კალენდარის პარამეტრებში და ის ანუ გავუქრო ბექგრაუნდი რა. ნახეთ? აი, მოვნიშნე სიბნელის რეჟიმთან შესატყვისობა და აი ესე გავუქრე ბექგრაუნდი, რის შედეგადაც მივიღე ესეთი ლამაზი კალენდარი. შემდეგი არის Google-ის საძიებო სისტემა, გადავიდეთ ისე ვიჯეტებში, ავირჩიოთ Google-ი, უბრალოდ თუ ვსწრები Chrome-ში, არა, ხო, ანუ Chrome-ში არ არის ეს არის უბრალოდ Google-ის ჩამოსაშლელ მენიუში, აი აქ არის და ავირჩიოთ საძიებო სისტემა Google-ის, აი ეს. გადავიტანოთ. ესეც ესე, შეგიძლიათ ეს უფრო ჩააშაოთ თქვენს გემოვნებაზე და ისევ გადავიდეთ Google-ში და ავირჩიოთ უკვე ამინდის პროგნოზი, რომელიც Google-ი გვთავაზობს. აი ეს, დავაჭიროთ მასზე, ჩამოვიტანოთ და აქ ავირჩიოთ უკვე სამი ვარიანტია, მოდი გამჭვირვალეს ავირჩევ შუას, აი ესე და მივიღებ ესეთ შედეგს. ეხლა უკვე დაგვრჩა იკონების დამატება, ჩემი ფაილის და ასე შემდეგ, გადავიდეთ ჩემ ფაილებში. ავირჩიოთ ჩემი ფაილების იკონი, დავაყენოთ სულ ზემოთ. ანუ მე ახლა ვაყენებ ზუსტად ჩემნაირად, როგორც მე მაქვს, თორე ახლა თქვენ როგორც გინდათ ისე დააყენეთ. ავირჩიოთ ეს health-ის იკონით. გადავიდეთ. აი ესე, დავაყენოთ ესეც. შემდეგი არის გალერეა. აი აქ არის გალერეა, გადავიტანოთ ესეც, დავაყენოთ. ნუ ესე შევავსოთ უკვე სასრული იკონებით, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ. აირჩიოთ, მაგალითად, აქ არის კალკულატორით, ასევე შემიძლია დავამატო ჩანაწერები და მივიღებ ზუსტად ისეთ ფონს, როგორიც მე მაქვს. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. ძალიან ბევრს გინდათ ეს ფონი, გადავიღე ვიდეო და უკვე თქვენ სრულიზეა, როგორ მოარგებთ თქვენს ტელეფონის ეკრანებს ამ ფონს. ხო, თუ გინდათ რომ ამ ფორმა არ იმოძრაოს და არ აირიოს, შეგიძლიათ აი ესე რომ არ გადაადგილდეს, შეგიძლიათ გადახვიდეთ ისევ მთავარი ეკრანის პარამეტრებში და აქ არჩიოთ დაბლოკეს საწყის ეკრანის განლაგება და უკვე აღარ გადაადგილდება ის. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. ნახვამდის, გისურვებთ წარმატებებს.